თბილისში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში 30-ზე მეტმა დევნილმა მეწარმე ქალმა საკუთარი პროდუქცია წარადგინა. მეწარმეებმა დამთვალიერებელს საკუთარი საქმიანობა გააცნეს. ღონისძიების მიზანია დევნილი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დღეს დროებით დევნილ მეწარმე ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია წარმოედგინათ საზოგადოებისათვის. ესეთი სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. თბილისის საკრებულო უკვე მრავალი წელია აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის კუთხით ჩვენ არაერთი ერთობლივი პროექტი გქონია. ძალიან მიხარია, რომ საკრებულო ყოველთვის მხარში უდგას და გვერდში უდგას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებს და არის მისი მხარდამჭერი და ხელშემწყობი. დღეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სიპის აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ საკმაოდ მასშტაბურ დევნილთა გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობ. ვაწარმოებ ხელნაკეთ კალათებსა და აქსესუარებს. ჩვენთვის დევნილი მეწარმეებისთვის მსგავს აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სწორედ ასეთ გამოფენა გაყიდვებზე ვახორციელებთ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას.